მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის მარტის ტაროსკოპს ტყუპებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მონეტების პაჟი, მარტში იქნებით მოტივირებულები, თანმიმდევრულები, ადვილად შეძლებთ კონცენტრირდეთ სიახლეებზე და თავდაჯერებულად და ოპტიმიზმით შეხედოთ მომავალს. ამ პერიოდში შესაძლებელია დაიწყოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების განხორციელება, ასევე დაიწყოთ ფიქრი ახალ საქმიანობაზე და თვითრეალიზების ახალ გზებზე. ამის გამო შესაძლებელია გადაწყვიტოთ ცოდნის გაღრმავება და იზრუნოთ სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ პერიოდში შეძლებთ დაინახოთ თქვენთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობები და ზოგადად ბევრს იფიქრეთ შემოსავლების გაზრდაზე. შესაძლებელია დაიწყოთ ზრუნვა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, შეცდებით განავითაროთ თქვენი დადებითი უნარები და დაინახოთ მათი სასარგებლო მხარეები თქვენთვის. როგორ შეიძლება პოზიტიურად გამოიყენოთ ისინი. ამ პერიოდში გაიზრდება თქვენი შრომის უნარიანობა, საიმედოობა, ერთგულება, როგორც ადამიანების, ასევე საქმის მიმართ, გახდებით უფრო მსრუნველები, ახლობელი ადამიანებისთვის და ზოგადად გარშემომყოფების მიმართ. ეს ბარათი ასევე მოიაზრებს ბავშვებსაც, ამიტომ შესაძლებელია დიდი დრო დაუთმოთ შვილებს, მათ განათლებას, მათი მომავლის დაგეგმვას, მათზე ფიქრს და ზრუნვას, ზოგადად ეს ბარათი ახალ დიდ შესაძლებლობებზე და მათი სწორად გამოყენების უნარზე მიუთითებს, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება გამოვლინდეს. ამიტომ ვნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი, საკმაოდ ძლიერი ენერგიის ბარათია ამ პოზიციისთვის. ვფიქრობ, ცვლილებები გარდაუვალია თქვენს პირად ცხოვრებაში და რაც მთავარია, ეს ცვლილებები იქნება თქვენთვის პოზიტიური, მაშინაც კი თუ გადაწყვეტთ არსებულ ურთიერთობას დაუსვათ წერტილი. გავა დრო და მიხვდებით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, თუ ასეთი გამოწვევის წინაშე არ დგახართ, მაშინ თქვენი პარტნიორული ურთიერთობა გადავა ახალ პოზიტიურ ეტაპზე. ასევე ეს არკანი გარკვეულ ციკლურობაზე მიუთითებს, თქვენ ცხოვრებაში ამ პერიოდში შესაძლებელია გამოჩნდნენ ძველი პარტნიორების სხვადასხვა მიზეზებით, ან განმეორდეს ძველი სიტუაციები, ისე რომ დეჟავიუს განცდაც კი გქონდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ მაღალი არკანის ენერგია ფუნდამენტურ გავლენებზე მიუთითებს, რომელიც ხანგრძლივ პროცესებს განაპირობებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სამუდამო ცვლილებებსაც. ამიტომ მარტის განმავლობაში იყავით ყურადღებით, დააკვირდით რა ცვლილებებისკენ გიბიძგებთ გარემო, ზოგადად სამყარო და თამამად მიყევით მათ. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში ყველა ცვლილება საბოლოო ჯამში თქვენთვის პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების რვიანი. ეს ბარათი საერთოდ არ საუბრობს პირადი ურთიერთობის რომანტიკულ ასპექტებზე. ამ პერიოდში დაკავებული იქნებით მატერიალური საკითხების მოგვარებით, პირნათლად შეასრულებთ თქვენს მოვალეობებს და იმ პასუხისმგებლობებს, რაც ურთიერთობაში გაქვთ აღებული საკუთარ თავზე. და ამ გზით გამოავლენთ თქვენს ერთგულებას პარტნიორის და ზოგადად ოჯახის მიმართ. მათთვის კი, ვინც რთულ და დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, ძალისხმევას არ დაიშურებთ, რომ მოაგვაროთ არსებული პრობლემები და დიდი ალბათობით ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ წარმატებით გაართმევთ თავს დასახულ ამოცანებს.
რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, კვერთხების სამიანი, თქვენთვის ახალი პერსპექტივა იშლება პირადი ცხოვრების მხრივ, დიდი შანსია ამ პერიოდში გაიცნოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი და საკმაოდ ძლიერი ინტენსივობით, ასე ვთქვათ, თავბრუდ ამხვევად განვითარდეს თქვენ შორის ურთიერთობა. თუმცა მათთვისაც კი, ვისაც ასეთი ნაცნობობა არ გექნებათ, ეს პერიოდი საკმაოდ პოზიტიურ ენერგიებს გპირდებათ. შეძლებთ გაიაზროთ თქვენი მდგომარეობა, დაინახოთ ის ხელის შემშლელი ფაქტორები, რის გამოც ვერ ახერხებთ, რომ დაალაგოთ ეს სფერო და შინაგანად განეწყოთ ასეთი ურთიერთობებისთვის, ასევე მათ, ვინც შინაგანად ვერაფრით დაასრულეთ წინა ურთიერთობით მიღებული ძიმე გამოცდილება, ამ პერიოდში შეძლებთ ყველაფრის გაანალიზებას, სწორად გადააზრებას და შეძლებთ გათავისუფლდეთ იმ ტკივილებისგან, რომელიც აქამდე მოყვებოდათ. დაიწყებთ აქტიურობას, ახალი ადამიანების გაცნობას და ბარათების ასეთი კომბინაცია მეუთითებს, რომ სულ მალე სასურველ შედეგებსაც მიიღებთ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ მარტში საქმიანი სფერო, თასების რვიანი, სიახლეების და თავგადასავლების ძიების ენერგია. ეს ბარათი მიგითითებთ, რომ გაგიჩნდებათ სურვილი ახალი გამოცდილება შეიძინოთ, შესაძლებელია დაიწყოთ ახალი სამსახურის ძებნა, მოგინდეთ პროფესიული განვითარება, კარიერულ კიბეზე წინსვლა, შესაძლებელია თავად განაცხადოთ ხელმძღვანელებთან დაწინაურების სურვილი, ან სულაც მოგინდეთ პროფესიის შეცვლა, ან საკუთარი ბიზნესის ჩამოყალიბება. თუმცა ეს ბარათი ამბობს, რომ თქვენ არ გაქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმები და ხედვა ამ პერიოდში, ამიტომ იმოქმედეთ წინდახედულად და გამოიჩინეთ სიფრთხილე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. როგორც ხედავთ, თქვენი ენერგიები მთლიანობაში საკმაოდ პოზიტიური მიმართულებით იცვლება, რაც სულაც არ არის გასაკვირი, სულ ახლა ხანს თქვენთვის მნიშვნელოვანი განახლების პერიოდი დაიწყო და თუ გინდათ, რომ უფრო ღრმად ჩაწვდეთ ამ განახლებული ენერგიების არსს და მეტი გაიგოთ, რას გულისხმობ, ჩემს YouTube არხზე შეგიძლიათ ნახოთ დიდი და ვრცელი ვიდეო დაბნელების დერეფნის შესახებ, რომლითაც დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი და შეუქცევადი გარდატეხის მომენტი თითოეული ადამიანისთვის. აქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას და რეკომენდაციებს მიიღებთ ამ ენერგეტიკულ განახლებასთან დაკავშირებით და შეძლებთ დაინახოთ თქვენი უახლოესი მომდევნო წლების და ზოგიერთისთვის მთელი 18 წლიანი ციკლის მნიშვნელოვანი ტენდენციები. ასე რომ გირჩევთ ნახოთ ეს ვიდეო, რაც შეეხება დასაქმებული ტყუპების მარტს. თასების ათიანი, ძლიერი ემოციების ბარათია, ვფიქრობ საქმიან სფეროში მიუხედავად დატვირთულობისა, რომელსაც პერიოდულად შესაძლებელია გადაღლილობის შეგრძნებაც მოყვეს, მარტს მაინც წარმატებულად გაივლით, სამსახურში გექნებათ გუნდურობის და ამ გუნდში თქვენი მნიშვნელოვანების განცდა. მიიღებთ ხელშესახებ შედეგებს, განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდით და ძალისხმევას არ იშურებდით, რომ პოზიტიური შედეგებისთვის მიგეღწიათ, ამ პერიოდში თვითონ სამუშაო პროცესი განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ და გამორიცხული არ არის ბევრი მიზეზიც გქონდეთ სიხარულისთვის. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, თასების რაინდი, მარტის განმავლობაში მაღალია თქვენი დასაქმების შანსი, დიდი ალბათობით გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში, ამ პერიოდში თქვენც იქნებით მოწოდების სიმაღლეზე, საუკეთესოდ გამოგივათ საკუთარი თავის პრეზენტაცია, საკუთარი ნიჭის, უნარების, გამოცდილების წარმოჩენა, შეძლებთ მოხიბლოთ დამსაქმებლები, დაარწმუნოთ თქვენს მაღალკვალიფიციურობაში და პროფესიულ შესაძლებლობებში. და დიდი ალბათობით საკმაოდ პერსპექტიულ სამუშაო პოზიციასაც მოიპოვებთ, სადაც სამომავლოდ შეძლებთ პოზიტიურად თვითრეალიზდეთ და კარიერულადაც განვითარდეთ. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების დედოფალი, მარტში სავსე იქნებით ენერგიით, სურვილით, რომ გამოავლინოთ თქვენი თავი, ცოდნა, გამოცდილება, უნარები,
ამ პერიოდში კარგად შეძლებთ ნებისმიერი საქმის ორგანიზებას და მართვას. შეძლებთ კრეატიულად მიუდგეთ საქმეს, მოძებნოთ სრულიად არაორდინალური გზები ახალი წარმატებებისთვის. რჩევის სახით გეტყვით, რომ მიმოქმედეთ თავდაჯერებულად და თამამად. კონცენტრირდით მომავალზე, სადაც კიდევ უფრო მეტი შედეგი, მიღწევა და წარმატებები გელით. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს მარტში, ხმლების რაინდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბარათი დიდ შემოსავლებს არ გპირდებათ ამ პერიოდში, იგი მიუთითებს, რომ თქვენ შეძლებთ გამომკლავდეთ თქვენს ფინანსურ გამოწვევებს, თავარია არ წახვიდეთ გაუმართლებელ რისკებზე, არ გამოავლინოთ მოუთმენლობა და არ გააკეთოთ ისეთი შენაძენები, რომელთა გადავადებაც თავისუფლად შეიძლება და თან მათზე გაწეული ხარჯი დიდი დარტყმა იქნება თქვენი ბიუჯეტისთვის. ასევე არ აიღოთ ისეთი ახალი ვალდებულებები, გულისხმობ კრედიტებს და ვალებს, რომელიც წინასწარ არ გექნებათ კარგად გათვლილი, რამდენად შეძლებთ მათ დაფარვას დათქმულ ვადებში და საერთოდ თავი შეიკავეთ ინვესტიციების გაკეთებისგან, ამისთვის ჯერჯერობით არახელსაყრელი დროა თქვენთვის. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ხმლების ორიანი, სამყარო მოგიწოდებთ მეტად ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და მეტი დრო დაუთმოთ ფიქრს. შინაგან განსჯებს, რომ შეძლოთ მიიღოთ სამომავლო პერსპექტივებზე გათვლილი სწორი გადაწყვეტილებები. ასევე აკონტროლეთ თქვენი ქცევა და განსაკუთრებით თქვენი სიტყვები. ნუ გაუზიარებთ სხვებს თქვენს ისეთ ჩანაფიქრებს, რომელთა რეალიზება ჯერ არც კი დაგიწყიათ. შვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყევით თქვენს გეგმებს, თქვენი მიზნების და ოცნებების განსახორციელებლად. ასეთი იყო 2026 წლის მარტის ტაროსკოპი ტყუპებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.